ვიხარია რომ გხედავთ. მადლობთ ამ გადაცემისთვის. ერთი კითხვა მაქვს. Όπως το αντιλαμβάνομαι εγώ, κύριε Μουρμπίτη, αν είναι σωστό. არ ვიცი სწორედ ვჯელობ თუ არა. Για να μπορούμε να μετανοούμε και για να κάνουμε πνευματικό έργο. სულიერი საფუძველი იმისა, რომ რაღაც სულიერი საქმე გავაკეთოთო, არისო ღმერთისადმი სიყვარულიო? ღმერთისადმი სიყვარული უნდა გქონდეს საფუძვლად, რომ ამან ეს უნდა გვიბიძგებდეს სინანულისკენ. თუ ყველაფრის საფუძველი სიყვარულია, ეს ღმერთისადმი სიყვარული როგორ უნდა გაიზარდოს, რომ უფრო მეტი სულიერი საქმე გავაკეთოთო. უფრო მეტი სინანული როგორ გქონდესო. Να είναι ευλογημένο. Πάτερ Βασίλειε μου, η αγάπη είναι και προϋπόθεση. Σίγουρα άριο, წინაპირობაც არისო და შედეგიც. Θέλουμε να το γνωρίσουμε και αγαπώντας τον γνωρίζουμε και τον αγαπούμε έτσι περισσότερο. Რაცო მეტად გვიყვარსო, მეტად შევიცნობთო ღმერთსო და რაც მეტად შევიცნობთ, უფრო მეტად გვიყვარსო. Αλλά και η πραγματική αγάπη έρχεται μέσα από την εμπειρία της χάριτος. და ნამდვილი სიყვარულიც მადლის მიერი გამოცდილებით მოდის. ნუ ჩავხლართავთო უბრალოება გქონდეს. დავიწყოთ იქიდან, რომ ღმერთის მადლი გამოვითხოვოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე სიმდაბლით, სიყვარულით. მამა გიორგი კაფსანის ვკითხე ერთხელო, გრიგორიუს წინამძღვარს. Πώς να προσευχόμαστε με την როგორ ვილოცოთ უფლის სახელი. და მეგონა რომ რაღაც საიდუმლოებს მეტყვის მეთქ. იცით რა თქვა? უბრალოდ სიმდაბლით და სინანულით თქვეთო ეს ლოცვა. და მე ეს ლოცვა მოგცემთო ყველაფერს რასაც ელით. სულიერ ცხოვრებას. სულიერ ცხოვრება არ არის ძნელი და ჩახლართული რამე. არ რთულად საპოვნიან. დრო აგონია უნდა გქონდეს და სტრესი. სიმდაბლე უნდა და სინანული. ვისაც სიმდაბლე აქვს და სინანული უკვე გზაზე დგას. ღმერთს მოუხმობთ და ღმერთი მოგცემს ყველაფერს, რაც გჭირდება. მადლობაო.